მეგობრებო, მოგესალმებათ, კახაბერც ერთვაზე შუაგული იტალიიდან. ბოლონიიდან. რა ვახარ, იაია? დადი პირდაპირ გზას მე გასწავლე. ამდენი წელია ბოლონიაში ხარ და გზა ვერ ისწავლე. რაფერ ვერ ვისწავლე? არა, ისწავლე, ხო. აი. მივდივართ, ახლა 13 მაგიდა გვაქვს შეკვეთილი და ეს 13 რატო დაამთხვიე? 13 მაგიდა გვაქვს შეკვეთილი, რომ მზად ვიყოთ სექტემბერ-ოქტომბრისთვის. ჩავამატოთ. წარმოგიდგენია რა იქნება სექტემბერ-ოქტომბრი და როდი იწყება? ახლა რა არის და მე რა იქნება? არა, რო არის ორიგინალი. ეგ არ ჯერავს ხა? ვიცი, ხო, რო არ ჯერავს. ხოდე ინახა. მე წამალიც რო გამოუშვი მაგის. აღარ ვიტყვი ახლა ის წავალი რო დალევ დილას ჩემ ყავას, ჩემო მეგობრებო, მთელი დღე კაი ხასიათზე იქნებით რა. ახლა დალეული ვარ, ესე იგი ჩემო მეგობრებო, დღეს უშაქრო ყავა დავლია. უშაქრო ყავა, რომ მიეჩვევი, აი ნახე. ყავის გემო რო გაიგოთ, უნდა დალიოთ უშაქრო. შაქრიანი ყავა რა არის? არა, შაქრიანი ყავა არ დამილევება, მე შაქარ ჩევიღარები. და ასე რომ ჩემო მეგობრებო, წარმატებული დღე მინდათ გისურვოთ. ჩვენ კი გავაგრძელებთ. შევხარ მანქანელი? არა, პირდაპირ წადი და შეუხვიე ზევითადი ტანგენციაზე. ანუ ქვემოთ მივიდი. ქვემოთ, ხო იქეთ მივდივართ. მოდენისკენ. გაიხარეთ ჩემო მეგობრებო, მიყვარხართ. აბა წარმატებული დღე ყველას. და ნუ მოგერიდებათ, კიდე ხვალ ჩავაგდებთ WhatsApp-ის ნომერს ყავის თემაზე. ვისაც გაქვთ ბარი, რესტორანი, ან გინდათ ჩემი ყავა გაყიდოთ, ჩვენ პირადად მე კახაბერც ერთვაზე მოგიტანთ პირადად მე ახალ ყავის აპარატს, რომელიც ძალიან ძვირი ღირს, გაგა ვიცის, აგერ 100,000 ევრო ღირს, ერთი ახალს დაგიდგამთ, ოღონ უნდა გაუფრთხილდეთ. უნდა გაუფრთხილდეთ და ჩვენი ყავა უნდა გაყიდოთ. ასე ფუნქციონირებს აქ ჩვენთან იტალიაში. ყავის მანქანას მოგიტანა, ყავა უნდა გაყიდოთ და თან პრესტიჟი იქნება, რომ ჩემ ყავას გაკეთეთ, უგიმრიელესი არის, ვინც გასინჯა ბარებმა, გაგიჟებულები არიან, როგორ გააკეთეო და როგორ შექმენიო ეს ბრენდი. მაგრამ ეს არის ჩვენი სეკრეტი, როგორ მოვხალეთ. მაგრამ ვინც გასინჯავთ მე რუსული სიტყვა საიდუმლე, უყურე, უსწავლია. მე როგორც ახლა რუსეთში მაქვს დამთავრებული სამედიცინო გაგა. ესე რუსეთში ვერ წევენ. რუსეთში ნამყოფი არ არის. ასე რომ გაიხარეთ, წარმატებული დღე თქვენ. ხვალ გადავიღებ ვიდეოს და WhatsApp-ის ნომერსაც ჩავაგდებ, ვისაც გინდათ დამიკავშირით, მე მოგიტანთ ახალ მანქანას, მე დაგიყენებთ რეკლამას, მე გაგიკეთებ, ჩემო მეგობრებო და ეს იქნება თქვენი პრესტიჟი მთელ ევროპაში. და ბერლინში მალე ჩავალ, ბერლინში იდგმება კიდე, იმიტომ რომ შეკვეთილი მაქვს 15 მანქანა. ყავის აპარატი, დიდი პროფესიონალური და არ მომივიდა ჯერ. იმიტომ რომ იტალიელებს არსად არ ეჩქარებათ. გაიხარეთ. მიყვარხართ ყველა.